დავიწყოთ ღაზას ეგრეთ წოდებული მშვიდობის გეგმით 15 პუნქტით, რომელიც ნეთანიაჰუმ უარყო. ისრაელი უარყოფს 15 პუნქტიან დოკუმენტს, სახალი არ განახორციელებს რაიმე სახის უკანდახევას, სანამ ამასი არ განაიარაღდება. და როცა ვამბობ ჰამასის განაიარაღებას, გულისხმობ მძიმე იარაღს, ნაკლებად მძიმე იარაღს და მსუბუქ იარაღს, ყველა იარაღს. ჩვენ საუბრობთ რეალურ განაიარაღებაზე, არა ფიქტიურზე. ისრაელში ჩვენ არასოდეს დავთახდებით უკანდახევას, სანამ ისინი განაიარაღებულები არ იქნებიან. 100%. და როცა განაიარაღების პუნქტებს უყურებთ, წერია რომ ჰამას ტერორისტულ ჯგუფს შეუძლია შეინარჩუნოს პირადი იარაღი ან თავდაცვითი იარაღი. დიახ. მაგალითად კალაშნიკოვი. ეს თავდაცვითი იარაღია. ჩვენ ვუარყოფთ გეგმას თანმიმდევრობის გამო. სხვა სიტყვებით, კარგი, თქვენ განაიარაღდებით და მე ჩვენ დავიხებთ უკან, რაც ჩემთვის სრულიად ლოგიკურია, რადგან ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია ხალხო. და მეორე საკითხია, ჩვენ რეალურად შუმად ვაკეთებთ რაღაცებს. მაგრამ ნეთანიაჰუ თითქოს ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს. რადგან ეს მისთვის საარჩევნოდ მომგებიანია. არ არსებობს არჩევანი, რომ არ განაიარაღდე. ეს არ არის არჩევანი. და ხელის ყუმბარმწყორცნი თვითდაცვითი პისტოლეტი არ არის. უბრალოდ ასეა. ნეთანიაჰუ მართალია, როცა ამბობს, რომ სანამ ჰამასი არსებობს და შეუძლია ზიანი მოგვაყენოს, ჩვენ არ დავიხევთ. ვფიქრობ ეს სწორია. და მე ვფიქრობ, რომ ის კულისებს მიღმაც რაღაცებს აკეთებს და ამოდროულად პოზირებსაც, ვფიქრობ ეს ყველაფერი სიმართლეა. ჩვენგან ელიან რომ მათ გადავუხდით. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, რომ გადავუხდით. ჩვენ ამას ვიხდით. ველით, რომ თქვენ შეადარებთ. მათ იმისთვის, რაც დაიწყეს. ჰამას არ უნდა კონდეს იარაღი. ჰამასი არ უნდა არსებობდეს. ვფიქრობ, გეგმა, რომელიც მათ არსებობას უზრუნველყოფს, პრობლემურია. ნება მომეცით ზუსტად თქვა. შეიარაღებულები, ხო? და რატო უნდა წავიდეთ დათმობებზე ისევ, როგორც თქვენ თქვით, როცა ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ხო? რატო ვაკეთებთ აქ დათმობებს? ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომლისგანაც ხალხს ესეთი მოლოდინი აქვს. მთელი ქვეყანა არ ფიქრობს, რომ ჰამასი განიარაღდება. ეს მხოლოდ მემარჯვენეები არ არიან. ეს ყველაა, იმიტომ რომ თვალები გვაქვს და სულელები არ ვართ.